საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯო ბადიაურის 17 კილომეტრიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც კახეთის მაგისტრალის ნაწილია, აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 4-ზოლიანი 17 კილომეტრიანი ჩქაროსნული გზა აშენდება. პროექტი მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხისა და სახელმწიფო დაფინანსებით მიმდინარეობს. ღირებულება 276.7 მილიონ ლარს აღწევს. ხელშეკრულების თანახმად სამუშაოები 2025 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. კახეთის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ თბილისიდან თელავამდე მგზავრობა მხოლოდ 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი. გახდიმბრბოლელი არის საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პროექტი, რომელშიც ყოველწლიურად 14-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა. შესარჩევ ციკლში, მათგან 10 საუკეთესო ფედერაციის სრული დაფინანსებით, მთელი სეზონის განმავლობაში კარტინგებში საქართველოს ჩემპიონატში იასპარეზებს. უკვე მეორე წელია ეს პროექტი ფუნქციონირებს. წლევანდელი სეზონის პირველი ეტაპის სამეული ასე გამოიყურება: სანდრო ნებიერიძე, ილია ბერიძე და სანდრო ბენაშვილი. წლევანდელი საქართველოს ჩემპიონატი 6 ვიკენდისგან შედგება. თითო ვიკენდზე 2 რბოლა ექნებათ მრბოლებს, ან ჯამში 12 რბოლა მოუწევთ. ახალგაზრდები არის მთავარი მიმართულება საავტომობილო სპორტის ფედერაციის და ამიტომაც იყო პროექტი გახდიმბრბოლელი. გაიარეს ტესტირება, სპეციალური ტესტები ბავშვებმა და საუკეთესოები სწორედ აქ არიან დღეს ირბოლებენ. ვისაც რბოლა გინდათ საავტომობილო სპორტის ფედერაციის კარები თქვენთვისაც ღია. მომავალ წელსაც სწორად უკვე წლის ბოლოდან იქნება განაცხადები, მომავალ წელსაც იქნება პროექტი გახდიმბრბოლელი, სადაც 14-დან 17 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვებს გავტესტავთ კიდევ ერთხელ. GTA 6-ის მე-6 ნაწილს 2026 წლის 26 მაისს ვიხილავთ. მანამდე კი Rockstar-მა კიდევ ერთი ტრეილერი გამოუშვა, რომელსაც უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი შეფასებით ვიდეო თამაშის ახალ ეპიზოდში მანქანები იმაზე მიმზიდველია, ვიდრე ლეგენდარული GTA-ს სხვა ნებისმიერ ნაწილში. პირველი მანქანა, რომელსაც ვხედავთ როგორც ჩანს თამაშის ერთ-ერთი გმირისაა, ეს უცნობი სახელის მქონე ვაპიდია, რომელიც რეალური Ford Rancheros მიხედვით არის მოდელირებული. იმავე სცენაში კიდევ ერთი ვაპიდი შემოდის, თანამედროვე პიკაპი. კაპოტის სტიკერზე წარწერა კარაკარას ვხედავთ, რომელიც მტაცებელ ფრინველს ნიშნავს. აქედან უკვე Jason's Vice City-სკენ მივყვებით, სადაც უფრო მეტი პიკაპი გვხვდება. ეს ყველაფერი არაა. GTA-ს მე-6 ნაწილის ახალი ტრეილერი ბევრი სხვა ეგზოტიკური და სპორტული ავტომობილითაა დატვირთული. მათ შორისაა Bravado Banshee, Pfister Comet და გაუნჯობესებული ჩაფტერი, რომელიც რეალურად Viper 911 და S-კლასია. Koenigsegg Jesco-მ კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ავტომობილია. 1600 ცხენის ძალის მქონე ვერვა ძრავისა და 9 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფის საშუალებით. ეს მოდელი თეორიულად ყველაზე სწრაფი სერიული წარმოების ავტომობილის ტიტულს ფლობს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კვლავ არ შეუმოწმებიათ, თუმცა კომპიუტერული სიმულატორების გამოთვლებით ამ ავტომობილს 531 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლება, ხოლო 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2.6 წამში ჩქარდება. იგი ჩვეულებრივ საწვავზე 1280 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო ეთანოლზე 1600 ცხენის ძალას. მან ასევე მეოთხე დმილზე 8.88 წამიანი შედეგი დააფიქსირა, რაც მას ამ მანძილზე ბენზინის ძრავაზე მომუშავე ყველაზე სწრაფ სერიულ ავტომობილად აქცევს. აქვე გეტყვით, რომ 2024 წლის ივნისში Jesco აბსოლუტმა 0-დან 400 კმ/სთ-მდე აჩქარების რეკორდიც მოხსნა, რაც 27.93 წამს შეადგენდა. iPhone-ის მწარმოებელი Mitsubishi-ს ელექტროავტომობილებზე იმუშავებს. iPhone-ების მწარმოებელმა კომპანია Foxconn-მა იაპონური ავტომწარმოებელი Mitsubishi Motors-ისთვის ელექტროავტომობილების შექმნის გეგმა დააანონსა. შეთანხმების ფარგლებში კომპანია ავტომობილებზე ტაივანში მდებარე Mitsubishi-ს ქარხანაში იმუშავებს. ეს ხელშეკრულება ელექტროავტომობილების ინდუსტრიაში Foxconn-ისთვის პირველი მსხვილი კონტრაქტია. კომპანიების საერთო განცხადებით ახალი მოდელი ხელმისაწვდომი მომდევნო წელს იქნება. მათივე ინფორმაციით ავტომობილებზე Foxtron იმუშავებს, Foxconn-ისა და ტაივანური ავტომწარმოებლის Yulon Motors საერთო კომპანია.
წლებია მსოფლიო მფრინავი ავტომობილებისა და მათ შორის მფრინავი ტაქსების გამოჩენას ელოდება. თუმცა სანამ ტაქსები გამოჩნდებოდნენ, ერთ-ერთმა ევროპელმა ანტრეპრენერმა მფრინავი მოტოციკლი წარადგინა, რომელიც საცობებში გადაადგილების ყველაზე სწრაფი საშუალება გახდება. ვოლონაუტ აირბაიკის იდეა პოლონელ ტომაშ პატანის ეკუთვნის. მფრინავი მოტოციკლის ავტორის განცხადებით იგი 200 კმ/სთ ანვითარებს, ხოლო კომპიუტერის საშუალებით გაუმჯობესებული სტაბილიზაციის სისტემა ძღოლისთვის მართვას ამარტივებს. კომპანიის ვებგვერდის თანახმად მოტოციკლის წონის შესამცირებლად კარბონი და 3D პრინტერზე დაბეჭდილი ნაწილებია გამოყენებული. მოტოციკლის საშუალოდ შეიძლება დაახლოებით 272 კგ-ს იწონიდეს, ხოლო აირბაიკის წონა კი 39 კგ-ია. თუმცა მძღოლთან ერთად ეს მაჩვენებელი შესაძლოა გასამაგდეს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის შეეშვება აირბაიკი გაყიდვაში, ან რა იქნება მისი ღირებულება. გერმანული ავტომწარმოებლის ყველაზე გაყიდვადი მოდელის Audi Q5-ის 1000-ობით ერთეულს უკან გაწვევის უახლესი ტალღა ემუქრება. კომპანიის განცხადებით, მომხმარებლები გაფრთხილებას 8 ივლისიდან მიიღებენ, რის შემდეგაც მათ მოუწევთ თავიანთი ავტომობილები უახლოეს სადილეროებში შესამოწმებლად მიიყვანონ, საჭიროების შემთხვევაში კი შესაკეთებლადაც დატოვონ. Audi-s ავტომობილები აალების რისკის ქვეშაა, რადგან ცილინდრის თავის საფარის ზოგიერთი ხრახნი არათანაბრადაა დამაგრებული. დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება მოეშვას და ზეთის გაჟონვის მიზეზად იქცეს. თუ გაჟონილი ზეთი ძრავის ცხელ ნაწილებს შეეხება, ამან უკვე შესაძლოა მანქანის აალებაც გამოიწვიოს. ავტომწარმოებლის გაფრთხილებით ძრავის განყოფილებაში კვამლის შემჩნევის შემთხვევაში Q5-ის მფლობელებმა თავიანთი ავტომობილის მართვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ. ასევე საშიშ სიგნალად ითვლება ძრავიდან გამოსული უჩვეულო სუნი, რომელიც მანქანის პრობლემაზე შეიძლება მიუთითებდეს. უკან გაწვევა სულ 99417 ერთეულ Q5-ს მოიცავს. მათ შორის 80,000-მდე ეგზემპლარი 2022-2024 წლებშია წარმოებული. დილერებს ცილინდრის თავის საფარის ხრახნების შემოწმება ევალებათ და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ხრახნი მოშვებულია, მათი გამოცვლაც მოუწევთ. ამერიკული Tesla Cybertruck-ი გაშვების დღიდან ყველაზე არატრადიციული პიკაპის ტიტულს ინარჩუნებს, თუმცა ჩინური GESM მზადაა ახალი მოდელი წარადგინოს, რომელიც კომპანიის გათვლებით Cybertruck-ს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. პიკაპ 01-ის სახელით ცნობილი ელექტროპიკაპი შანხაის ავტოშოუზე კონცეპტუალურად იქნა წარდგენილი. თუმცა ჩინური ავტომწარმოებლის განცხადებით, ახლა ის არა მხოლოდ წარმოებაში ჩაეშვება, არამედ გლობალურადაც გაიყიდება. კომპანიამ ნათლად განაცხადა, რომ პიკაპ 01 მხოლოდ ჩინეთის ბაზრით არ შემოიფარგლება. როგორც ავტოჰომი იტყობინება, ახალი მოდელი ავსტრალიაში, საუდის არაბეთში, ჩილეში, მექსიკასა და სხვა ქვეყნებშიც გავა. Red Bull-ის პირველ პილოტს Max Verstappen-ს რომ რბოლა და გამარჯვებები ძალიან უყვარს, ეს საიდუმლოს არავისთვის არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, არც ჰოლანდიელის სიმულაციური რბოლებით გატაცებაა ჩვენთვის უცნობი. Formula 1-ის შესვენებების დროს კი მოქმედი ჩემპიონი, როგორც ჩანს, რეალურ ცხოვრებაში GT3-ის რბოლებით ერთობა. თუმცა ეს ერთი ჩვეულებრივი GT3-ის რბოლა არ ყოფილა, რადგან Max-მა გასულ შაბათ-კვირას ნიურბურგრინგზე Ferrari 296 GT3 გამოსცადა და თანაც ეს ფსევდონიმით გააკეთა. გერმანიის მწვანე ჯოჯოხეთში რბოლისას Max-ის ფსევდონიმი Franz Hermann იყო. მიუხედავად ამისა, მანქანა სრულად Max-ის სახელობის სარბოლო გუნდის დიზაინით იყო წარმოდგენილი და შესაბამისად შეუმჩნეველიც არავის დარჩენია. ბევრის აზრით, ეს ტესტირება შესაძლოა ნიშნავდეს, რომ 27 წლის მრბოლელი მომავალში ნიურბურგრინგის 24 საათიან რბოლაში მონაწილეობას ფიქრობს. ან შესაძლოა მხოლოდ შაბათ-კვირის გასართობი იყო. ამას დრო აჩვენებს.